შევავსეთ სარილი ადგილები ისე, რომ მიიღოთ განტოლებათა სისტემა უსასრულო რაოდენობის ამონახსნით. ეხლა რას ნიშნავს უსასრულო რაოდენობის ამონახსნი? ნიშნავს, რომ ერთი განტოლება თუ აღწერს რაღაცა წრფეს, მეორე განტოლებაც აღწერს ზუსტად იმავე წრფეს და ამიტომ გვაქვს უსასრულო ამონახსნი, უსასრულო რაოდენობის. იმიტომ რომ ორივე განტოლება ზუსტად ერთმანეთს ემთხვევა, უბრალოდ მაგათი გრაფიკები, ანუ ყველა წერტილში ერთსა და იმავე ამონახსნს გვეუბნება ორივე. ანუ ზოგადად შემთხვევაში ხომ თქვა ორი განტოლება როცა გაქვთ ერთ წერტილში იკვეთებიან, ზოგადად შემთხვევაში რა, ხშირად. და ამიტომ გაქვს რაღაცა ერთი კონკრეტული ამონახსნი, ხო, ორი განტოლებიდან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა მთლიანად ორივე განტოლება არის ერთი წრფე. მოდი დავხაზავ კიდეც რაღაც შემთხვევა განვიხილოთ, ეს შემთხვევა კერძოდ. როცა მართლაც ორივე ემთხვევა ერთმანეთს. ჯერ უბრალოდ ვიზუალურად, მოდი ავაგოთ რაც გვაქვს მოცემული, გადავიყვან ამას უფრო სწორედ დახრილობა გადაკვეთის თუ დახრა გადაკვეთის ფორმაში. ესე იგი, ხომ აქვს 4x + 5y უდრის 2-ს. აქედან მოდი 4x-ი მარჯვნივ გადავიტანოთ, ესე იგი 5y ტოლი არის 2-ს მინუს ან პირიქით დავწერ -4x + 2 და y ტოლი გამოდის -4/5 x + 2/5. ესეთი რაღაცა. ესე იგი ეს იქნება ახლა დაახლოებით ესეთი ტიპი. აქ გვაქვს თქვათ 2/5, ეს არის როცა x-ი 0-ია, სადაა y და პირიქითაც შეგვიძლია მივჭედოთ, მაგრამ მაგდენი მნიშვნელობაც არ აქვს და ახლობით ესე გაივლის. ესეთი ტიპი იქნება დაახლოებით ეს წრფე. ხა შინაარსი იმის რომ მეორეც ესეთი იყოს, ნიშნავს რომ მეორე წრფეს რო ავაგებ, ზუსტად უნდა გაიაროს ამ წრფეზე, ის ზუსტად ეს წრფე უნდა იყოს. ხა რა შემთხვევაში შეიძლება ზუსტად ეს წრფე იყოს? ყველაზე კარგი იდეა ასე ვთქვათ, აქ ის არის რომ როგორმე ისე შევავსო ეს ადგილები, რომ მეორე განტოლება გამოვიდეს პირველი განტოლების არითმეტიკული კი არა და ალგებრული რაღაცა გადაგვარება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ალგებრულად რომ იყოს პირველი განტოლება მეორეში გადაყვანილი და მინიშნება გვაქვს. აი მაგალითად მარჯვენა მხარე არის ორჯერ დიდი. ანუ მარჯვენა მხრიდან რომ გადავიდნენ აქ, ავაცილე. მარჯვენა მხრიდან რომ გადავიდნენ აქ, ხო? 2-ზე გაამრავლეს. მაშინ მარცხენა მხარეც 2-ზე გავამრავლოთ და ეგრე დავსვათ შედეგები. ანუ მარცხენა მხარე გავამრავლოთ აქ 2-ზე და ეს იქნება ესე იგი 8 და აქაც ეს გავამრავლოთ 2-ზე და ეს იქნება 10. ანუ 8x + 10y უდრის 4-ს. და მართლაც ახლა მე პრაქტიკულად გამომივიდა რომ განტოლების ორივე მხარე 2-ზე გავამრავლე, ანუ იგივე განტოლება მაქვს სინამდვილეში. ამიტომ გრაფიკი იქნება ზუსტად იგივე და დაემთხვევა წინა განტოლებას. და ამ შემთხვევაში გვექნება უსასრულო რაოდენობის ამონახსნი. კარგი, ახლა მეორე. ესე იგი, ჩამოთვლილთაგან რომელი არჩევანი მოგცემს ტოლობათა, კი არა და განტოლებათა სისტემას ნული ამონახსნით. ანუ ადრე ხო გქონდა თქვა შემთხვევა, როცა აი ესე გადაიკვეთა ორი გრაფიკი ზუსტად ერთმანეთზე, ხო? ანუ ერთმა მეორე ზუსტად გადაკვეთა. ახლა გვეუბნებიან ისეთ შემთხვევას, როცა საერთოდ არ იკვეთება ეს ორი გრაფიკი ერთმანეთთან. ანუ საერთოდ რომ არ იკვეთება ეს, ან გრაფიკებზე რომც არ იფიქრო, ჯერ ერთი ეგ არის რომ გრაფიკები არ იკვეთება და მეორე ესეც შეგიძლია შეხედო. თუ ეს ორი განტოლება გეტყვის რომ რაღაც x-ი უდრის 3-ს და თანამ დროს x-ი უდრის 2-ს, ხო? ეს არის უკვე შეუთანხმებლობა რაღაც, ხო? ამ განტოლებებს შორის. ანუ ისინი არ იკვეთებიან. და შესაბამისად, ესეთი სიტუაცია თუ როგორღაც შევქმენით ხელოვნურად, ხელოვნურად რა, ჩვენ გეკითხებიან რა შემთხვევაში შეიქმნება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ ეს შემთხვევა. მაშინ მივიღებთ 0 ამონახსნს. ხა მოდი პირველ რიგში ცოტა მარტივი რომ გახდეს, ერთმანეთს დავამსგავსოთ მარცხენა მხარეები. ესე იგი 6x - 7y გვაქვს აქ უდრის 4-ს და აქ გვაქვს -6x + 7y უდრის 100-ს. და მოდი ორივე მხარეს გამომრავლებ აქ -1-ზე და მაშინ ამ მეორე განტოლებაში მექნება ასეთი რაღაცა. ესე იგი ზემოთ მოდი გადავწერ რომ იგივეა, ერთმანეთის გასწვრივ გვეწეროს. ესე იგი ზემოთ არის იგივე და ქვემოთა -1-ზე რომ გავამრავლებთ, -1 ჯერ -6x არის 6x, -1 ჯერ 7y არის -7y, -1 ჯერ არის -a. ესე იგი ახლა მარცხენა მხარე ერთნაირია და ერთადერთი ახლა გვინდა დავადგინოთ, როდის არის მარჯვენა მხარე განსხვავებული. ახლა მარჯვენა მხარე რომ იყოს -4, მაშინ ერთნაირი იქნებოდა ორივე განტოლება იქნებოდა ზუსტად ერთი და იგივე და დაემთხვეოდა ერთმანეთს და გვექნებოდა უსასრულო რაოდენობის ამონახსნი. მაგრამ სხვა რაღაც გვინდა ჩვენ გვინდა რომ არ დაემთხვეს ერთმანეთს. ანუ საკმარისია -4-ის გარდა ნებისმიერი რიცხვი ავიღოთ და ესენი ერთმანეთს არ დაემთხვევა უკვე. და შესაბამისად ნამდვილად ესაა სწორი პასუხი. ნებისმიერი რიცხვი -4-ის გარდა მოგცემთ შედეგს რომ ამ ორ განტოლებას არ ექნება ამონახსნი. ცხადია მეორენაირი გზა შეგვეძლო ესეც გავიკეთებინა. შეგვეძლო ორივე გადაგვეწერა ისევ და ისევ დახრილობა გადაკვეთის ფორმაში, ანუ -7y ტოლი არის -6x + 4 და აქედან გამომდინარე კი არა და პირდაპირ y, აქედან გამომდინარე იქნება 6/7x -4/7. ხლა მეორე განტოლება რომ გადავაკეთო, მივიღებ რომ 7y უდრის 6x + a, აქედან y უდრის ისევ 6/7x + a/7. და აი ჩანს რომ 6/7x და 6/7x ერთი და იგივე და აქ გვაქვს -4/7, აქ გვაქვს + a/7. ანუ a საკმარისია -4 იყოს რომ ესენი ერთმანეთს დაემთხვევა
და საკმარისია -4 არ იყოს, რომ ესენი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. და ამიტომ პასუხიც არის ნამდვილად ეს.